გილოცავთ აფხაზური ენის დღეს. მე როგორც საქართველოს პრეზიდენტს და მისი კონსტიტუციის გარანტს აფხაზური ენის დაცვის პასუხისგებლობა მაგისტრია. და ეს არის ჩემთვის უდიდესი და იმავდროულად უმძიმესი პასუხისგებლობა. მით უმეტეს იმ დროს, როცა აფხაზური ენა იუნესკოს მიერ გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი ენების სიაშია შეტანილი. ჩემი პრეზიდენტად არჩევის დღიდან ვგზნობ ამ პასუხისგებლობას და ყველა ჩემს გამოსვლაში, სადაც ეს შესაძლებელია, ვცდილობ ხაზი გავუსვა ამ საკითხს. არაერთხელ გავამახვილე ყურადღება აფხაზური ენის და კულტურის გადარჩენის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე. არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ზრუნვა გამოიხატება სხვადასხვა ფორმით. საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ქართულ-აფხაზური ვერსიის გამოცემით, ორენოვანი ლიტერატურული ჟურნალის დაფინანსებით, ორბელიანების სასახლის ერთ-ერთ დარბაზს, სადაც ეხლა ვდგავარ, ამრას სახელი დაერქვა. ჩემი და ჩვენი პასუხისგებლობა მხოლოდ აფხაზი ხალხის წინაშე კი არაა, არამედ აფხაზური ენისა და კულტურის შენარჩუნება და განვითარება ჩვენი ერთობლივი წარსულის, კულტურის იდენტობის წინაშე მოვალეობა. რამე თუ საქართველოს კულტურის უნიკალურობა და სიმდიდრე დგას სწორედ ჩვენს ენობრივ მრავალფეროვნებაზე, ამის დავიწყება ჩვენთვის საკუთარი თავის დავიწყების ტოლფასია და ეს შეუძლებელია. ამავე დროს აფხაზური ენის დაცვა წარმოადგენს ერთ-ერთს იმ საკითხთა შორის, რომელზეც შეგვიძლია ერთობლივად ვიზრუნოთ ოკუპაციის ხაზის მიუხედავად, რამე თუ ეს არის ჩვენი ერთობლივი და სამომავლო ინტერესი. თუ მომავალზე გვაქვს სწორება, ეს იმასაც ნიშნავს, რომ უნდა ვიზრუნოთ აფხაზურენოვანი ინტერნეტ სივრცის გაფართოებასა და განვითარებაზე. რამე თუ თანამედროვე მეცნიერება და ენათმეცნიერება ამას საციცოცხლოდ მოითხოვს. მე მჯერა, რომ გამოწვევის წინაშე ჩვენი საზოგადოება შეძლებს საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანებას, რომ ერთად დავძლებთ სიძნელეებს და ამით შევქმნით შერიგებისა და ერთობლივი მომავლის საწინდარს.